რომელშიც ჩვენ საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივაზე და ქართული არმიის გაძლიერებაზე გვინდა გელაპარაკოთ. თითქმის გადაწყვეტით შეიძლება ითქვას, რომ ნატო უელსის სამიტზე ჯერ უნდა დააფასებს საქართველოს წვლილს და ეს შესაძლებლობა თავდაცვითი შეიარაღების გადმოცემაში გამოიხატება. აი რაზეა საუბარი. რუსეთთან საქართველოს საზღვრის სიგრძე 700 კილომეტრია. ამ პერიმეტრის გასაკონტროლებლად სულ რაღაც 2-3 სარაკეტო კომპლექსი პეტრიოტია საკმარისი. პეტრიოტის რადარები 180 კილომეტრის რადიუსში აკონტროლებენ სივრცეს. კავკასიონის მთები რა თქმა უნდა წინააღობაა, მაგრამ რადარების მზერა წვდება იმ ხეობებს, საიდანაც შესაძლოა თვითმფრინავი შემოფრინდეს. რადარის მიერ მიზნის აღმოჩენის და იდენტიფიცირების დრო 8-10 წამია. მოწინააღმდეგის თვითმფრინავი ეკრანზე მანამდე გამოჩნდება, ვიდრე საზღვარს გადმოლახავს. აღარაფერს ვამბობ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებულ რუსულ ბაზებზე ისინი მუდმივი კონტროლის ქვეშ იქნებიან. მაგრამ ერთია რადარი და მიზნის აღმოჩენა და მეორე მისი განადგურება. პეტრიოტის კომპლექსში რა თქმა უნდა რაკეტებით შედის. მათ საბრძოლო მოქმედების მანძილი 160 კილომეტრია, მაქსიმალური სიმაღლე 25 კილომეტრი, სიჩქარე საათში 5500 კილომეტრს აღწევს. ერთი ასეთი რაკეტის ფასი $6 მილიონ-მდეა. მიიღებს თუ არა საქართველოს პეტრიოტებს, ეს არის პირველი და მთავარი კითხვა, რომელიც ჩვენ გვინდა თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას დაუსვათ. ბატონო ირაკლი, მოგესალმებით. რეალურად რამდენად ახლოს ვართ თავდაცვითი შეიარაღების მიღებასთან და თუ იგულისხმება ამ შეიარაღებაში პეტრიოტის სისტემა? დიდი მადლობა მოწვევისთვის, საღამომშვიდობის. მე ვიდრე გაგცემდეთ შეკითხვაზე პასუხს, მინდა გითხრათ, რომ მომეცა საშუალება მომესმინა წინა მორბედი გამომსვლელებისთვის და არ შემიძლია არ აღვნიშნო, რაც ძალიან მომხვდა ყურშიც და შეურაცხმყოფელიც იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართ ესეთი გამონათქვამები, თავდასხმა, რომელიც პრაქტიკულად სცდებოდა ყველა ზღვარს. მე რა თქმა უნდა არავითარ შემთხვევაში არ ჩავებები შიდა პოლიტიკურ დებატებში, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი არის ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი და მის მიმართ, როგორც ინსტიტუტის მიმართაც უნდა იყოს ნდობა და უნდა იყოს ბუნებრივია შესაბამისი დამოკიდებულება ყველას მხრიდან. ამიტომ მე ლექსიკის შერჩევას ნამდვილად ვერ მოუწონებ დღევანდელ რიგ გამომსვლელებს. ეხლა რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას, მართლაც გამორჩეული იყო 2 დღის წინ ჩატარებული ნატო-საქართველოს კომისია, რომელსაც მომეცა საშუალება საქართველოს ბოლოდროინდელი წარმატებები, მათ შორის თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში მე წარმედგინა ჩემი კოლეგებისთვის და დასკვნა არის ერთადერთი, რომ ალიანსის წევრების დიდი უმრავლესობა პირდაპირ აფიქსირებდა ამ შეხვედრებზე მხარდაჭერა საქართველოს შემდეგ ნაბიჯთან დაკავშირებით და კონკრეტულად მეპის მიღებასთან დაკავშირებით უელსის სამიტზე. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება არ არის მიღებული ჯერ. ერთ კვირაში დაახლოებით მინდა გითხრათ, რომ გაეცნობა ალიანსის წევრები უკვე ნატოს შეფასებას, თუ რამდენად წარმატებულად განახორციელა საქართველოს რეფორმები და რამდენად აკმაყოფილებს კრიტერიუმებს. ამის შემდეგ დაიწყება უკვე ფორმალური დიალოგები და დებატები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა აისახოს ეს უელსის სამიტზე. საქართველოს გარდა შეფასებული იქნება 3 დანარჩენი კანდიდატიც. მე მინდა ძალიან თავდაჯერებულად გითხრათ ჩემი საუბრებიდან რასმუსენთანაც, გენერალურ მდივანთანაც და სხვა კოლეგა მინისტრებთან ნატოს წევრი ქვეყნების, რომ პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, რომ ასახული იქნება დეკლარაციულ ნაწილში საქართველოს წარმატებაც და ამასთან დაკავშირებული შემდგომი ნაბიჯი ნატოსთან მიახლოების კუთხით. მაგრამ გამორჩეული ეს სამიტი იმით იქნება, რომ არა მხოლოდ პოლიტიკური და დეკლარაციული მხარდაჭერა იქნება საქართველოს, არამედ უკვე დაწყებულია დისკუსიები, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა. კონკრეტულად, რა თქმა უნდა, იმ აგრესიის შემდეგ, რომელიც რუსეთმა განახორციელა უკრაინის მიმართ. ობამას ინიციატივას სწორედ ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ და მე მინდა საქართველოს მოსახლეობას პირდაპირ უთხრა, რომ ამ პროცესების შემდეგ და უელსის სამიტის შემდეგ განხორციელებული პროექტებით საქართველო იქნება დაცული, მეტად ვიდრე არის დღეს, საქართველოს თავდაცვისუნარიანობა იქნება კიდევ უფრო ამაღლებული და ჩემთვის როგორც თავდაცვის მინისტრისთვის უპირველეს მოვალეობას და პასუხისმგებლობას წარმოადგენს სწორედ ეს ნაწილი ნატოს საქართველოს ურთიერთობებში. საქართველოს ცა რო იყოს გადაფარული, საქართველოს რო ჰქონდეს შესაძლებლობა დაიცვას თავი საჰაერო იერიშისგან, იმ შემთხვევაში თუ კი ესეთი განხორციელდა, არის უპირველესი პრიორიტეტი ჩვენი თავდაცვისუნარიანობისთვის. გავიხსენოთ ის, თუ როგორ მდგომარეობაში ჩავარდა საქართველო 2008 წლის ომის დროს, სწორედ ეს პრიორიტეტი არის არა მხოლოდ თავდაცვის, მინდა ხაზი გაუსვა, ეს არის მთელი ხელისუფლების და მთავრობის პრიორიტეტი და ამ კუთხით უკვე დაწყებულია ძალიან სერიოზული
მოლაპარაკებები და მე დარწმუნებული ვარ, რომ უელსის სამიტამდე ეს მოლაპარაკებები იქნება დასრულებული. ანუ სავარაუდოდ პატრიოტები ჩვენ გვექნება. თქვენ ძალიან გაუსწარით მოვლენებს თავად და ახსენეთ კონკრეტული სისტემები, მაგრამ ასეთი დეტალური საუბრის საფუძველი მე დღეს არ მაქვს და არც უფლება. ერთი რამ მინდა აღვნიშნო, რახან პატრიოტის სისტემა ახსენეთ, საგანგებოდ რუსეთის ფედერაციის განცხადება იყო საგარეო საქმეთა უწყების რამდენიმე კვირის წინ და საგანგებოდ სადეს საზოგადოების შეყვანა შეცდომაში, თითქოს ჩვენ საუბრობთ ანტისარაკეტო სისტემებზე, ესე არ არის, ჩვენ საუბრობთ საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემაზე. ეს ორი განსხვავებული თემაა, მაგრამ არც ხوے მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად ყველა წინაღობისა, რაც არ უნდა სადონ ჩვენ რაკეტილმოსურნეებმა, ეს პრობლემა, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობას გააჩნია, იქნება გადაწყვეტილი და მინდა გითხრათ, რომ საქართველო იქნება ბევრად უფრო დაცული. ძალიან კარგი. კიდევ ერთი კომენტარი მინდა გავიხსენო, რომელზეც თქვენი შეფასება მინდა გთხოვოთ. თქვენი საუბრეთ, რომ მაპთან დაკავშირებით განხილვები და კონკრეტული დისკუსიები დაიწყება. ანგელა მერკელის კომენტარს შეგახსენებთ, გერმანიის კანცლერის. მან ერთგვარად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მაპის მონიჭება საქართველოსთვის. როგორ შეიძლება აქ განვითარდეს მოვლენები? გერმანია ძალიან გავლენიანი წევრია კოალიციის. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ღარიბაშვილს ჰქონდა ხანგრძლივი ძალიან შინაარსიანი შეხვედრა ანგელა მერკელთან. მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან პოზიტიურად ვითარდება ქართულ-გერმანული ურთიერთობები, მათ შორის სამხედრო სფეროში. მე მინდა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მომავალ ოპერაციაში ავღანეთში, რომელიც გაგრძელდება 2015 წლის შემდეგ, ჩვენ ასევე ვიქნებით გერმანელებთან ერთად მაზარი შარიფში, ჩრდილოეთში და ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს თუ რამ ხელა ნდობა არის უკვე ქართველ და გერმანელ სამხედროებს შორის და ბუნებრივია პოლიტიკურ ლიდერებს შორის. რაც შეეხება კონკრეტულად ამ განცხადებას, მე ვთვლი, რომ ეს ძალიან ნაადრევი განცხადება იყო. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც ვთქვი, რომ ჯერ კიდევ არ არის გამოსული და ერთ კვირაში იქნება მზად შეფასება ნატოსი ჩვენი ასე თქვა თავდაცვისუნარიანობის რეფორმების, რაც განხორციელდა და ამის შემდეგ დაიწყება ფორმალური დისკუსიები. ამიტომ აღნიშნავ, რომ ყველა ასე თქვა განცხადებები იმასთან დაკავშირებით თუ კონკრეტულად მაპი იქნება თუ არ იქნება, ეს არის ნაადრევი და ეს უახლოესი თვეების განმავლობაში იქნება გადაწყვეტილი. თვითონ ფორმა იქნება გადაწყვეტილი და დიდი იმედი მაქვს, რომ სწორედ ისე აისახება ეს დეკლარაციაში სამიტის, როგორც ჩვენ და ჩვენს მეგობრებს და სტრატეგიულ პარტნიორებს წარმოუდგენია. ბატონო ირაკლი, თქვენ როგორც თავდაცვის მინისტრი შეგიძლიათ თქვა თუ არა, რომ ნატოს ყველა მოთხოვნა მაპის მიღებას რაც უძღვის წინ საქართველოს უკვე შეასრულა, ან თუ ვერა, თქვა სად არის პრობლემები? ისე მიუბრუნდები 2 დღის წინანდელ ნატო საქართველოს კომისიის ხდომას, სადაც მე დამჩა სრული განცდა იმის, რომ პარტნიორები თვლიან, რომ საქართველომ პრაქტიკულად ყველა ამოცანა, რომელიც მის წინაშე დასახული იყო იმ კრიტერიუმების მიღწევაში, რაც საჭიროა მეპისთვის, განახორციელა. მე მინდა გითხრათ, რომ ერთი სტატისტიკაც 28 პარტნიორობის მიზნებისგან 18 მხოლოდ ბოლო წელიწადნახევარში იქნა საქართველოს მიერ შესრულებული. საქართველო გადადის, საქართველოს არმია გადადის წოდებრივ ანაზღაურებაზე. პერსონალის ანუ პირადი შემადგენლობის მართვის ნატოს სტანდარტებზე. ჩვენ გავზარდეთ ხარჯები საბრძოლო მომზადებაზე, სოციალური საკითხები, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების, მათი ხელფასები, მათი ბინით უზრუნველყოფა, ეს ყველაფერი კომპლექსში არის შეფასებული. რამდენად მოტივირებულია საქართველოს თავდაცვის უწყება იმისთვის, რომ თავი გაართვას ამოცანებს და რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი ნაწილი ამ შეფასების არის დაფუძნებული ჩვენს მონაწილეობაზე უსაფრთხოების ოპერაციებში. საქართველო არის უსაფრთხოების კონტრიბუტორი მთელი ევროატლანტიკური სივრცისთვის და ასევე ეს არის თანმიმდევრული პოლიტიკა, როგორც წინა ხელისუფლების, ასევე დღევანდელი ხელისუფლების და ჩვენ ვაგრძელებთ ახალ ოპერაციებში ევროკავშირის ეგიდით, რომელიც დაიწყო დღეს ცენტრალურ აფრიკაში. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს სრული თავსებადობა ნატოს და ჩვენ ევროპელ სამხედროებთან. ეს ნიშნავს იმას, რომ არის საიდუმლო ინფორმაციის, კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის ნდობა. არის ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენს ჯარს აქვს, ის სულისკვეთება, რომლითაც ისინი 10 თავით მაღლად განან თავად ნატოს წევრი ზოგიერთი ქვეყნის სამხედროებზეც.
ბატონო ირაკლი, ერთი ასეთი კითხვა მაქვს თქვენთან. არის თუ არა ამ საკითხთან დაკავშირებით ერთსულოვნება კოალიციაში და ხელისუფლებაში? მე შეგახსენებთ თქვენს განცხადებას ამერიკის შეერთებულ შტატებში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოყვა საქართველოში, თქვენ გაკრიტიკებდნენ კიდევაც, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობიდანაც. რა მოხდა მაშინ, რატომ გაისმა ეს კრიტიკა და თუ შეგიძლიათ დაგვიდასტუროთ, არის თუ არა ერთსულოვნება ხელისუფლებაში? მე მინდა გითხრათ, რომ სრული თანხმედრაა პოზიციების საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალთან, ქვეყნის პრეზიდენტთან, ჩვენი მთავრობის ხელმძღვანელთან, მე როგორც კაბინეტის წევრი, ყველა ჩემს ნაბიჯს, თავდაცვის უწყების ყველა ინიციატივას აქვს, რა თქმა უნდა, კაბინეტის თანხმობა და პირველ რიგში პრემიერ-მინისტრის თანხმობა. ასე რომ ეს კითხვის ნიშანი აქ არ არსებობს. გასაგებია და ორ სხვა თემაზეც მე მინდა აუცილებლად დაგისვათ კითხვა. არ შემიძლია არ გკითხოთ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე. თქვენ როგორ აფასებთ ამ მოვლენებს? ისევ ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან განსხვავებული შეფასებები ისმოდა. ზოგიერთების შეფასებით ეს არის უბრალოდ საკადრო გადაადგილებები, ზოგიც კი მიიჩნევს, რომ აქ რუსეთის როლი მნიშვნელოვანია. ირაკლი ალასანია რას ფიქრობს აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებზე? იცით რა, შეფასებები შეიძლება იყოს განსხვავებული, იმიტომ რომ ზოგიერთ არ მიუწვდება ხელი იმ ინფორმაციაზე, თუნდაც სადაზორო ინფორმაციაზე, რომელიც გააჩნია ჩვენს ქვეყანას, აქედან გამომდინარე არაინფორმირებულ ადამიანს შეიძლება სხვადასხვა საკუთარი პერსპექტივიდან დანახული ჰქონდეს ის მოვლენები, რაც მიდის ცხინვალში, რაც მიდის ჩვენს აფხაზეთში. მე ძალიან ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო დაგეგმილი რუსეთის ფედერაციის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან. ეს არის გაგრძელება იმ პოლიტიკის, რასაც რუსეთის ფედერაცია უკვე წლების განმავლობაში ახორციელებს მთლიანად რეგიონში. ეს არის გაგრძელება იმ პოლიტიკის, რაც მიმდინარეობს ამჟამად სწორედ ჩვენ მოძმე სახელმწიფოში, უკრაინაში და აქედან გამომდინარე ეს ჩვენ გვაძლევს კიდევ მეტ არგუმენტს ჩვენ პარტნიორებთან დასავლეთში, რომ სწრაფად იქნას გადადგმული ნაბიჯები ამ რეგიონის და კონკრეტულად საქართველოს თავდაცვის ამაღლების კუთხით. და ბოლოს ბატონო ირაკლი, როდესაც თქვენ ნატოს სტანდარტებზე საუბრობდით სულ რამდენიმე წუთის წინ, თქვენ ახსენეთ სამხედროების ხელფასების შესაბამისობაში მოყვანა ამ სტანდარტებთან. მე უბრალოდ არ შემიძლია რომ არ გკითხოთ თქვენი პრემიების და დანამატების შესახებ, ეს გასული კვირების ძალიან მნიშვნელოვანი და გახმაურებული თემა იყო. თქვენი ხელფასით თუ მოვა შესაბამისობაში და პრემიერების სისტემა თუ შეიქმნება? პირველად მინდა გითხრათ, რატომღაც მაინც გაუკუღმართებულად წარმოაჩინეს ის ინფორმაცია, ალბათ დაინტერესებულიც იყო ვიღაცა ამაში. ნათლად მინდა გითხრათ და შეგიძლიათ გადაამოწმოთ იმავე არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელმაც განასაჯაროა ესეთი ინფორმაცია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მინისტრს და მოადგილებს არასდროს ხელისუფლების სრულების შემდეგ პრემია არ აუღიათ. ის რაც თანამდებობრივი სარგო არის, ეს არის კანონით განსაზღვრული. მე ვინატრებდი, რომ თავდაცვის მინისტრის ხელფასი მართლაც მოვიდეს შესაბამისობაში ნატოს ქვეყნის თავდაცვის მინისტრებთან, მაგრამ მინისტრების ხელფასებთან, მაგრამ ამას დრო დაჭირდება, მაგრამ ჩვენ უკვე ვიზრუნეთ იმაზე, რომ ჩვენი ჯარის და სამხედრო მოსამსახურეების 91%-ს გაუზარდეთ 25%-ით ხელფასი. ჩვენ გაუზარდეთ $300 მინიმალური ხელფასი ჩვენს ჯარს და მოსამსახურეებს, რომლებიც მსახურობენ საერთაშორისო ოპერაციებში. ჩვენ დღეს უკვე ჯანდაცვის მომსახურეობა აქვს როგორც მინისტრს, ასევე ჯარისკაც ერთნაირი, რაც იყო განსხვავებული ძვერად. ასე რომ ჩვენთან, ჩვენს უწყებაში აბსოლუტურად სამართლიანად ნაწილდება ყველა თეთრი, რომელიც ბიუჯეტს აქვს გამოყოფილი ჩვენი თავდაცვის უნარიანობისთვის. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ირაკლი, მე იმედი მაქვს რომ პატრიოტების რიცხვი ჩვენს ქვეყანაში გაიზრდება და საქართველოს სამართლად უსაფრთხო იქნება. ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრი პასუხობდა შეკითხვებს.